პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მოვიდნენ იმისთვის, რომ მიმდებარე ტერიტორიიდან ტიტუშკები უპრობლემოდ გაეცილებინათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიმდებარე ტერიტორია ისე დატოვეს, რომ საბაბუაძე არც კი გამოუკითხავთ, არადა ვიდეო კადრებში, რომელიც გავრცელდა, კარგად ჩანს, რომ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული ტიტუშკების ჯგუფი თავს ესხმის ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, ისმის სიტყვიერი შეურაცხყოფის ხმა. ამის შემდეგ, როგორც საბაბუაძე პირველობთან საუბრისას ამბობს, იყო ფიზიკური ანგარიშწორებაც დანებით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებული ეს ადამიანები. ეს არის ის დანა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ყოფმა ადამიანებმა, სწორედ ამ დანებით იყვნენ შეიარაღებული ოცნების ორგანიზებული ჯგუფის წარმომადგენლები ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე. საბაბუაძე ამბობს, რომ ისტოვებდა მიმდებარე ტერიტორიას, რა დროსაც მას მრავალჯგუფიანი ბევრი ადამიანი დაესხა თავს, იყო დაპირისპირება. ახლა საბაბუაძე იმყოფება ვაჟა-ფშაველას ოფისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კი ისე წავიდნენ ამ ტერიტორიიდან, რომ მისთვის არც ერთი კითხვა არ დაუსვავთ, გააცილეს ტიტუშკების ჯგუფი და ისე წავიდნენ ამ ტერიტორიიდან. შენი დედა შევეცი შენი და შენი გაიწიე მეთქი აქედან თქვენი გაიწიე წადით აქედან თქვენი თქვენ პროვოკატორებო თქვენ პროვოკატორებო დაანებეთ მე და ჩემი მეგობარი ჩვენი საბურთალო შტაბის ხელმძღვანელი მივდიოდით აქ საბურთალო შტაბში დავასრულეთ შეხვედრა, მანქანისკენ მივდიოდით და ვსაუბრობდით, რა დროსაც ეს ორი ადამიანი შემოხვდა და გინებით და ჩემი სახელის და გვარის ხსენებით. რასაც შემდეგ მოყვა ის ძალადობრივი გაგრძელება, რომელსაც საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა. ვიდეოში და კადრებში არის აღბეჭდილი, რომ დანაც იყო, ქვასაც ისროდნენ, არ მიდიოდნენ ამ ადგილიდან. ეს ადამიანები შემთხვევით იყვნენ იქ თუ რა мотиваცია ჰქონდათ იქ მოსვლის, ესეც არ ვიცით, არ მაინტერესებს, მაგრამ ამ ყველაფრის მკვლევარი და ორგანიზატორი არის ხელისუფლება. ხელისუფლება არის აი ამ ყველაფერზე მწვანე შუქის მიმცემი მისივე მხარდამჭერებისთვის და მისივე აი ამ ჭაობში მყოფი სისტემის წარმომადგენლებისთვის, რომ იძალადეთ, შეაგინეთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს, მიაყენეთ შეურაცხყოფა, შეუქმნით მაქსიმალური დისკომფორტი. ტაბში იყო ჩვეულებრივი შეხვედრა, საქმიანი შეხვედრა, გავედით მე და საბა ვაჟა-ფშაველას გამზირზე მივდიოდით და ორი პიროვნება მოდიოდა. და შეიგინეს მოკლედ საბას მისამართი, ეს არ არის საბაბუაძეს, ნუ ეხა აღარ დავაკონდეთ, შეიგინეს. მე უთხარი რატო იგინებით მეთქი, რა წესი არის მეთქი შეგინება და ეს რა არის მეთქი და მოვიდნენ და ეს მოადგნენ. მოკლედ და დამიწყეს რატო და რავი, იმიტომ რომ საგინებლები ხართ რაღაც ეგეთი ლაპარაკი და მე მოხდა რავი რაც მოხდა, ჩხუბი მოხდა, მოკლედ მე ერთ დანა ქონდა, გაშალეს, რავი, ქვებიც გვესროლეს, კადრებშიც არის. არა, პოლიცია არ ყოფილა. პოლიციიდან არ ყოფილა რეაქცია. პირველობის ხელშია კადრები, სადაც კარგად ჩანს, რომ ჯგუფი შეიარაღებული იყო ქვებით და ასევე ჩანს ვიდეო კადრებში დანა, რომლითაც იყო ტიტუშკა ერთ-ერთი მოსული ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, სწორედ დაპირისპირების დროს დაუარდა ეს დანა ერთ-ერთ ტიტუშკის წარმომადგენელს შემთხვევის ადგილზე. ეს დანა ახლა აქვთ კოალიციის წარმომადგენლებს, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არანაირი საკანონმდებლო ამ ტერიტორიაზე არ ჩაუტარებიათ, არა მოგვიათ არც სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, არადა ეს თავდასხმა სწორედ ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე უამრავი სამეთვალყურეო კამერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. რაც შეეხება კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენლების პოზიციას, ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ ახლა რეჟიმი არის ძალიან დასუსტებული, სწორედ ამიტომ მათ დარჩათ ერთადერთი გზა, ესენი არიან ტიტუშკები და სწორედ ამიტომ ოცნება ამ მართულ ტიტუშკებს იყენებს იმისთვის, რომ პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და მათი თქმით ეს არის დაშინების ერთ-ერთი მცდელობა, თუმცა ახლა კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ არაფრის ეშინიათ და ქართული ოცნების ლიდერებს პირდაპირ ეუბნებიან, რომ ისინი უწყლოდ ბრძოლას გააგრძელებენ.
უბნის შპანა, რომელიც თავს ესხმის პოლიტიკოს გინებით, ხელში ქვებით და როგორც ვიცი დანით, ეს არის რუსული რეჟიმის და ივანიშვილის სახე და მეორე სახოვანი პოლიცია, რომელიც თავდამსხმელებს ვითომ კითხავს და შემდეგ მიაცილებს სახლამდე. ცხადია, რომ ამ თავდასხმას არანაირი საფუძველი არ აქვს გარდა ერთისა, რომ შიშიდან ერგონ პირველ რიგში არ პოლიტიკოსებში, არამედ მოქალაქეებში, რომ თუ პოლიტიკოსები არიან თავდასხმის ქვეშ, თქვენ უფრო დიდი რისკის ქვეშ იქნებით, რაც არის სასაცილო, იმიტომ რომ არასდროს ამ შიშს საქართველოს მოქალაქეზე არ უმუშავია. ხშირად ხვდება მსგავსი ფაქტები, როდესაც ტიტუშკები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს უპირისპირდებიან, ცდილობენ რომ ფიზიკურად გაუსწორდნენ და შემდეგ ჩვენი ეგრეთ წოდებული საამაყო პოლიცია მოდის და ამ ადამიანებს ძალიან კომფორტულ გარემოში ამყოფებს და აცილებს მშვიდობიანად, მაგრამ მსგავსი შემთხვევები, ეს ტიტუშკების დახვედრები და ძალადობა ჩვენ არ გვაშინებს, პირიქით გვაძლიერებს, რადგან ჩვენი ბრძოლა გადის ჩვენი ქვეყნის მომავალზე, ხოლო მათი ბრძოლა არის ის 50 ლარი, რასაც მათ უხდიან იმ და ამ აზრზენის აქციალისთვის, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები უბრალოდ დააშინონ ან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს არ გამოუვათ, ჩვენ ვართ ძლიერები, ჩვენ ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და გამარჯვება ძალიან ახლოს. მტკიცებულებების და კადრების მიუხედავად არავის აქვს მოლოდინი, რომ ტიტუშკების ჯგუფის მოძალადე ჯგუფის დასჯა მოხდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობამ მიმდებარე ტერიტორია ესე დატოვეს, რომ არანაირი საგამოძიებო მოქმედებები მათ არ ჩაუტარებიათ, არ გამოუკითხავთ არც ინციდენტში მონაწილე საბაბუაძე, სწორედ ამიტომ გამოძიების მოლოდინი ახლა არავის არ აქვს. მადლობა, ეს იყო მარიამ მაკასარაშვილი.